მხოლოდ ქართული სპონსორია ფარმაცევტული კომპანია GM Pharma. ჩვენ ბიზნესი ბრენდი 11 წელია არსებობს. ამიტომ ამ კითხვაზე ბევრჯერ მიწევდა პასუხის გაცემა, ასე თუ ისე მოკლედ თუ ცლად, მაგრამ დღეს ისეთი დროა, რომ რაღაც სხვანაირად გინდა ისაუბრო. ადამიანს გააჩნია თავისუფალი ნება და შემოქმედებითი აზროვნება. ამასთან ერთად მნიშვნელოვანი საკითხი ერთვის ამას განათლება, რომელიც უმნიშვნელოვანესია განვითარებისთვის. ეს განათლება არის ჩვენი საფუძველი. რაღაც მომენტში ეს ყველაფერი თავს იხმელს იდეის ნაპერწკალში. ასე დაიწყო ჩვენი საქმე. საინი ქმნის ქართული ანბანის ორნამენტები, საფუძველში შექმნილი ორნამენტებით. ეს ცოტა რთულად რო დავალაგოთ და მარტივად ასო მისგან ბრუნვით შექმნილი ორნამენტი და შემდგომ გარკვეული ინტერიერის ნივთი ან აქსესუარი. რატო დაიწყო ანბანით? ალბათ წინ უსწრებდა გარკვეული რაღაც მსჯელობები, საუბრები, თემები, ზოგადად ცოდნა და გამოცდილება შრიფტთან და ქართულ ანბანთან, მის დახვეწილ ფორმებთან და ესეთი ექსპერიმენტი ჩატარდა და გამოიღო ესეთი შედეგი. დავიწყეთ ფაიფურის თეფშებით, აქედან ნაწილობით სახელი საინი გაჩნდა. შემდგომ ვცადეთ ტექსტილზე, კერამიკაზე, ხის დაფები, მოდის აქსესუარებზე, ბოლოს ვცადეთ უკვე ტექსტილი, აბრეშუმის შარფები. ძალიან ბევრი იდეა გვაქვს კიდე და ბევრი რამეში შეიძლება გამოიყენო, მაგრამ ამ ეტაპზე რასაც ვქმნით, ეს არის სიყვარულით შექმნილი მაგარი ხარისხის თანამედროვე ქართული დიზაინის ნივთებს, რომლებსაც საფუძვლად უდევს ანბანი. და წავიწიეთ წინ. დაიხვეწა გემოვნება და მოთხოვნაც მომხმარებლის. ხარისხსაც აკვირდება მომხმარებელი უფრო მეტად, იმიტომ რომ შედარების საშუალება მიეცა. ეს ბაზარსაც ეხმარება, იმიტომ რომ დონე იწევს ზოგადად, იმიტომ რომ გვხვდება, რომ ზოგიერთი მწარმოებელი რომ რაღაც დაბალი ხარისხით ნივთი ვერ იქნება გაყიდვადი. ჩვენი მომხმარებელი კონკრეტულად მათ შორის კოლექციონერებიც არიან ადამიანები პირველ რიგში ქართული ანბანის სახეთ აღიქვამენ ამას და ესევე ჩუქნიან, იმიტომ რომ არის სახელობითი, ხო შეგვიძლია აჩუქონ ნივთი იმ ადამიანის სახელის ინიციალებიდან გამომდინარე. ქონდა საშუალება ევროპელ ზოგადად უცხოელ მყიდველთან ურთიერთობის კოპენჰაგენით დავიწყეთ მოძრაობა. პირველ რიგში მოწონდათ დიზაინი, სიტყვაზე ან ფერთა გამა, ან გააჩნია რა პროდუქტია, მაგრამ აუცილებლად მაშინ ვყვებოდით, რომ რისგან არის ეს ორნამენტი და რომ ამას აქვს ისტორია და ბარათებიც იყო და სასიამოვნო გაკვირვებულები რჩებოდნენ ხოლმე, რომ ეს ასოდან არის შექმნილი, ეს არ არის უბრალოდ თქვენ დახატეთ რაღაც გეომეტრიული ფორმა. აღრთოვანებას იწვევს. შეიძლება ითქვას, რომ ზოგჯერ უფრო მეტადაც ვიდრე აქ ქართველი რო იგებდა, რომ ეს კი, მაგრამ რაღაც ჩვენ ვიგვეძნა, ეს ჩვენი ანბანია ქართული. შეჯვეულები ვართ სასწაულებს. რაღაც ცოტა ესეთი დამოკიდებულიც არის ხოლმე, მაგრამ უცხოელები აფასებენ ისტორიას. ვისურვებდი, რომ მიზნები ან სურვილები ახდეს ის, რასაც ჩვენ ვფიქრობთ, აქ შეიძლება როგორც გამოფენიდან დაწყებული, რომელზეც უბრალოდ წარმოაჩენ ვიზუალურ მხარეს რამე საინტერესო ინსტალაციით ან პროექტით, რომ კიდევ ერთხელ თქვა, რომ ეს ქართული ანბანიდან არის შექმნილი.
და რომ ეს ქართული ასოა, ასევე მასიური წარმოების პროდუქტსაც მოუხდება. კერამიკული ფილმების დიზაინს ეს ყველაფერი უკვე ნაწილობრივ ესკიზების დონეზეც არის ჩამოყალიბებული, ნაწილობრივ აქ არის დავაგებული ფაილებად. ჩვენც რა თქმა უნდა არჩევდებით და ვეხმარებით ამ საქმეს, მაგრამ როგორც შესაძლებლობა იქნება. ხოლო ქართული სპონსორია ფარმაცევტული კომპანია GM Pharma.